იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. აქციები მარკეტში. გამარჯობა. დილამშვიდობისა ბატონო, რა კარგი დილა გათენებულა. გაიხარეთ, წარმატებულ დღეს გისურვებთ. პარკი გნებავთ ალბათ, ხო? იცით, ბევრი რაღაც არ მაქვს და პატარა პარკი მომეცით რა, პატარა პარკშიც. კი ბატონო, ბატონო. შეტევისნე რო გამიტანოთ კი რა. კი ბატონო, რითი ვიხდით? ბარათით ვიხდი, მაგრამ ისა სანამ გადავიხდი, ფასფხენი ფასტაკლების ბარათი მაქვს და იქნებ რამე დააკდეს რა, ესეც რო გამიტანოთ. კი ბატონო, ბატონო. დიახ ბატონო, ეხლევე იქნება ყველაფერი. დიახ. ამ ძერს მარტო თქვენ ჭამთ ხოლმე? არა, ოჯახი, თელ ოჯახს ყოფნის. დიახ, რა კარგი, დიახ, მე შეგარგოთ. გაიხარეთ, მადლობა. ცოტა რომ მომეხმაროთ, კარგი იქნება, ჯაინთ ყვილად გააქვთ. აი, მოგაწოდეთ. ბატონო. შეო, მეტი არც არაფერი არ არის. კი ბატონო. ესეც გავატარეთ. აი, ფასტაკლების ბარათიც გამიტარეთ. კი ბატონო. კი ბატონო, ბატონო. აი 248 ლარი და 50 თეთრი გამოვიდა. რითი ვიხდით? გეშლებათ რაღაცა 248 ლარი, კაცო. შეგეშალათ 1 0-იან ზედმეტი იქნება მანდ. არა ბატონო, მე არაფერი არ შემშლია. თავდაპირველად იყო 250 ლარის, ლარ ნახევარი დააკლდა ზუსტად. 248 ლარი და 50 თეთრის გამოვიდა. მოიცა რა იყო 250 ლარი, ნორმალურები თუ ხართ ეხლა გუშინ იგივე პროდუქტი 50 ლარი გადავიხადე, 200 ლარი ანაირად მოემატა. დიახ ბატონო, გუშინ ფასტაკლების დღე იყო, დღეს არა. არ მაინტერესებს, ყველაფერი გავიარე, რას ლაპარა, რაში მახტევინებთ ამდენფულს, ეხლა არ მე მზად ვარ ბატონო. ეს შაქარი რამდენად გამიტარეთ? 5 ლარი. მე 5 ლარი რატო მე 2 და 40 სხვა წერი აქციის ფასი 5 ლარად რატო გამიტარე შაქარი? ბატონო, დღეს რა დღეა? ორშაბათი. მართლა? კი, ორშაბათია რა, მე აქციის ფასი ეწერა ყვითლად, ეხლა 2 და 40 და 5 ლარს რატო მახტევინებ? შაქარს 5 შაბათობით აქვს ფასტაკლება? და ჩაი რატო გის 10 ლარი? ეს პაკეტის ჩაი 10 ლარი რატო გის? დღეს რა დღეა ბატონო? ორშაბათი მეთქი, ხო გითხარით? ხო და ჩაიზე ფასტაკლება გვაქვს მხოლოდ შაბათობი და იმახსოვრეთ? ანუ შაბათამდე ჩაის ვერ დავლევ? არა, დალევთ, მაგრამ კონიაკის ფასად. გნებავთ ბატონო, რითი ვიხდით? გეხვეწები ერთ წამით. ყავა რამდენ სად არის? ყავა რამდენში გამიტარეთ? ყავა რა ფასში გამიტარეთ? ყავას ახლა მიჩვენებს, რომ 36 ლარშია გატარებული. აი რა 36 ლარში ეხა ვერ გავი აქციის ფასი 18 ლარია, საწყის ფასი 30 ლარი და 36 ლარი საიდან გამოიყვანეთ? მართალი ხართ ბატონო, მაგრამ ნახეთ დღეს 11 საათამდე უნდა მოგესწროთ თქვენ 18 ლარად ყავის შეძენა, მაგრამ ვერ მოასწარით. 30 ლარი იყო თავდაპირველი ღირებულება, მაგრამ ახლა იმდენი ხანია ჩვენ ვბაასობთ, რომ 36 ლარზე ავიდა. გასაგებია. დიახ ბატონო. შეხედე, მოიცადე ერთ წამით. აი შეხედეთ ეხლა. მაწონ 1+1 აქცია რო არის მაწონზე, ანუ და მაინც 2-ის ფას მახტევინ. აი ეს რა აქციაა, გამაგებინეთ, აი რას ნიშნავს? 1+1 და მაინც 2-ის ფას ვიხდი. აი რა არის ეს ამიხსენით? აი თქვენ გონიათ რომ დახლიზე არასწორად წერია რამე? კი, ფას მაინც 200-ს ვიხდი და რა აზრი აქვს? 200-ს უნდა გადაიხდიდეთ, აბა რამდენს უნდა გადაიხდიდეთ ბატონო? ნახეთ 1+1 აქცია, ანუ დღეს შეგიძლიათ რომ ორივე შეიძინოთ, არა მარტო ერთი. სხვა დღეებში მხოლოდ ერთის შეძენა შეგიძლიათ და დღეს 1+1, ანუ 2 მიხდით? ვერ მივხვდი რითი მიხდით ბატონო? არაფერს არ ვიხდი მეთქი, ჯერ რაღაცეებს ვიტყვი აქ თუ შეიძლება ერთ წამით რაღაცეებს მახტევინებთ აქ ზედმეტად, აი ხა კაი, ეს შოკოლადი რამდენად გამიტარეთ? შოკოლადი გატარდა 19 ლარში ზუსტად. რანაირად 6 ლარი იღეს და 19 ლარში რანაირად გამიტარეთ? ვაი, დღეს დამთავრდა აქცია და მოხდა დაბავიწყდა. ანუ მე ადამიანი ვარ გაჩენილი ღვთისაგან. ხო და მე ხო უნდა გაგვაფრთხილოთ მე ეს ეხა ანუ ეს რო არ მექნა ეხა ხომ ახტევინებდით ზედმეტს აქ რო არ გადამეთვალა თავიდან ხა ზედმეტს ხომ ახტევინებდით? კი ბატონო, მაგრამ ნახეთ რა შესაქმე, ჩვენ ყოველთვის ქალბატონებს ვეუბნებით ხოლმე, როცა რაღაცა ცვლილებაშია, რაღაცა ხდება რა, ჩვენთან ფასდაკლების რაღაცები მოსულა ხოლმე და თქვენ რომ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ, რავი, აბა არ გითხარით, იმიტომ რომ ესე არ უწვრილმანდებიან ხოლმე მამრობითი სქესის წარმომადგენლები. რა, ებს მელაპარაკებით, რას მახტევინებთ, საერთოდ გამაგებინეთ, რა ფასებია, რანაირად ზვირდება, ესე უცებ. ანუ გეუბნებით გუშინ გადავიხადე 50 და დღეს მახტევინებთ 200 ლარით მეც. ამიხსენით რატო? ხო, რა ვიცი ბატონო, ეხლა თქვენაირი დაკვირვებულ მაგაც მე ჯერ არ შეხვედრინ ვარ ჩემს ცხოვრებაში. დიდი მადლობა, კი, გამიხარდა, დაკვირვებული თუ არ გამიხარდა? არა, სხვათა შორის ძალიან მომწონს დაკვირვებული ხართ, იცი რატო? იმ დღეს მაგალითად ვიღაც იყო შემოსული აქ. ხო და 2 ლარიანი რაღაცა 18 ლარში ისე გაუტარა, ისე გავატანე, რომ ვერც მიხვდა ბატონო. ანუ ამ აქციის ფასი, ანუ აზრი არ აქვს, ტყუილა აქვს, ხო, იქ მიკრული აქციის ფასებს, ანუ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ არის, ხო ეს?
არა ბატონო, უბრალოდ ყოველ 2 თვეში ერთხელ აქცია ბრუნდება და რაღაცო ვიწვალო. კაი, ჯანდაბას, მომისმენთ. ძეხვი რატო გამიტარეთ? 7 ლარად კი არა და 15 ლარად. 7 ლარიან ძეხვი 15 ლარად რატო გამიტარეთ? ეს ამიხსენეთ, აი ეს. ბატონო, თქვენ შეცდით, გუშინ ქონდა ამ ძეხვს აქცია, დღეს აღარ გვაქვს. რითი ვიხდით? მოიცა, რას ნიშნავს გუშინ ქონდა დღეს აღარ გვაქვს, კაცო? დიახ, ანუ გუშინ უნდა მოსულიყავით მაშინ. კაი, მაკარონზე ეს 40%-იანი ფასტაკლება რო არის, ეს რას ნიშნავს? ანუ მაკარონზე 40% ინდივიდუალური 40% ფასტაკლება. ამიხსენით რა არის? დიახ, ინდივიდუალური 40%-იანი ფასდაკლება მდგომარეობს შემდეგში. ჩვენი მენეჯერი თავად გამობრძანდება, აქ ხედავთ, დაგხედავთ და თავად გადაწყვეტს, გეკუთვნით თუ არა ფასდაკლება. გირებავთ დავუძახო რა მენეჯერს. თქმა უნდა, იქნება მაგაზე მაინც შემეხოს მაკარონზე ფასტაკლება. ახლა გამობრძანდება. ოფლმა დაგასხათ კი, ბატონო. ფუ დამასხავს, გენაცვალე, რამდენ ფულს მახტებინოთ, ვერ გავიგე რა არის ეს. სად არის მენეჯერი ხომ? აი მობრძანდება, ახლა უკვე გზაშია. აბა რაო ბატონო, ეკუთვნის ამი აქცია? ვაი, სამწუხაროა, მაგრამ თქვენ არანაირი აქციაში არ მიყრებით. ანუ სრულ ღირებულებას ითვლით. ანუ ეხლა ამან რო თქვა არაოდავს, ესე იგი მე არ მეკუთვნის არანაირი აქცია, არც მაკარონზე, არც ჩაქარზე, არაფერი ეგ არის ბატონო, ინდივიდუალური აქცია. კაი, იოგურტი რო ღირს, ეს 5 ლარი 25 ლარს ამაში რატომ მახტებინოთ, მითხარით? ბატონო, იცით რა არის? ეს აქცია ორშაბათ დღეს ეკუთვნის. ორშაბათია დღეს. ორშაბათია დღეს, ხო. მხოლოდ მრავალშვილიანებზე მოქმედებს აქცია. 5 შვილი მყავს. 5. ბატონო, თქვენ ბრტყელტერფიანი ბრძანდები? გახლავართ, დიახ, ბრტყელტერფიანი ვარ. ბრტყელტერფიანი ხართ. ბატონო, თქვენ დედა ხართ? დედა რანაირად ვიქნები, კაცი ვარ და. აი, სამწუხაროდ ვეღარ მოგცემთ ვერაფერს, იმიტომ რომ ეს აქცია მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათ დღეს მრავალშვილიან დედებზე მოქმედებს, თან ბრტყელტერფიანებზე. რითი ვიხდით? თავი არაფერს არ ვიხდი, გამიუქმეთ საერთოდ რა, ვაუქმებ, არ მინდა რა, არაფერს არ ვყიდულობ, დავუძახო. ლელა! და ვაუქმებ, всё. ლელა! ვიღა ჯიბე გაღლეტილია მოსული ფული არ აქვს, არაფერი გამიგე არ აქვს, გავაუქმოთ რა. ჩუმა, დუყირი, რა ვიხდი, არ მაინც ჯიბე გაღლეტილი არა, რა გაყვირებს, ეს სიცხვილე ხალხმა არ გაიგო. რითი ვიხდით ბატონო? ბუდიში რა გეხვეწები რა, ბავშვი ტირის მანქანაში რა, უცებ მიწისთხილი მომთხოვა რა, უცებ ავიღებ და გავალ რა გეხვეწები. მოდი ძმაო, რა პრობლემა, მიდი მეჯერ ვარქვევ რაღაც ფასებს, მოდი. ამიწევს გამარჯობა. ბუდიში თქვენ რძეც ხوار რა. რძე გვაქვს რა თქმა უნდა, ლაქტოზიანი თუ გულაქტოზო. აი არ მინდა რძე, მწიწიბურას არ მინდა, მოდი მიწისთხილს ავიღებ. კი ბატონო. მამიკო გეხვეწები რა. 78 ლარი და 80 თეთრი. ბუდიში მარტო მიწისთხილი მინდა. აი ეს მინდა მარტო მიწისთხილი რა. 78 ლარი და 80 თეთრი. რითი ვიხდით? ეს მიწისთხილი 78 ლარი და 80 თეთრი ღირს? დიახ ბატონო. აქცია. რა ვიცი, არ მინდა იტირე, მამიკო გეხვეწები სახლამდე რა, გეხვეწები რა. კაი, დამიანგარიშეთ ეს ყველაფერი რა არის და გადავიხდი რა. ეხლავე ბატონო ერთი წუთი. დიახ. დიახ ქალბატონო. კი ბატონო, კარგით. კარგით. მოკლედ, ყველაფერი თავიდან უნდა გავატაროთ. ფასები შეიცვალა. მოიცა, ერთ რა, გააჩი რა უნდა გაატარო თავიდან ეხლა. თქვენ ნორმალურები ხართ, აი, ამას რა ქვია, გამაგებინეთ, ეს რა არის? აი, რა ქვია ამ ყველ, ნუ ატარებეთ კი, არ მინდა, გოგო. გამაგებინე ეს რა არის, რა ქვია მეთქი ამ ყველა. ბატონო, თვალი სად გაქვთ? სააქამაკ, სამდამქო თავის ადგილას. ხელი სად გაქვთ? რა აქამაკ ხელებიც. ამას ქვია თვალსა და ხელშუა გაგიძვირდათ. რითი ვიხდით? არა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.